სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელ დღეს ეწოდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელის შაბათი. რადგან აი ამ დღეს წინა დღეს უпростоრად ლოცვაზე, რომელიც სინამდვილეში ამ დღის ცისკარი არის ხოლმე, იკითხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელის საგალობლად. და სახარებაც, რაც ჩვენ წავიკითხეთ, სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მოკავშირდება მის დღესასწაულებთან დაკავშირებული სახარებაა და მოდი ორი სიტყვით განვიხილოთ. ეს ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია. ესე იგი, მაცხოვარი მიდის ბეთანიაში მართას, მარიამის და ლაზარეს სახლში. ისინი დაძმები იყვნენ. აი ხა რომ ლაზარეს შაბათი მოვა, 4 დღეს მკვდარი ლაზარე რომ მკვდრეთით აღადგინა მაცხოვარი, აი სწორედ მათ სახლში ხდება. ხშირად მიდიოდა მაცხოვარი, უყვარდა მათ სახლში მისვლა, ესე იგი და მაგრამ ახლა მოდი ესეც ვთქვათ, რომ განა ყველა სახლში ერთნაირად მიდიოდა მაცხოვარი. ზოგ სახლში უფრო ხშირად მიდიოდა, ზოგგან საერთოდ არ მიდიოდა. ზოგ სახლში მიდიოდა, მაგრამ ის სახლი მადლს ვერ იღებდა საერთოდ. იმიტომ რომ ის არ ხვდებოდა მაცხოვარს ისე როგორც უნდა დახვედრილიყო. აქ რაღაცა იმაზე კი არ არის საუბარი, რომ აი დახვდე და რაღაც სუფრა გაუშალო და რაღაც. აქ შინაგან მდგომარეობაზე. ვიღაც ამაყი იყო, აპარტავანი ესე ხდებოდა, ვიღაც სიმდაბლით ხდებოდა, ვიღაც სინანულით ხდებოდა. როდესაც მიდის მართას და მარიამის სახლში, მართა ფუსფუსებს ესე რომ ვთქვათ, რომ გაამზადოს რაღაცა დახვდეს მაცხოვარს. მარიამი მივიდა და მაცხოვრის ფეხებთან მოკალათდა, რომ მოусმინოს. და მართა მიდის მაცხოვართან და ეუბნება, უფალო, შენ არ ზრუნავ, რომ მარიამმა მარტო დამტოვაო მე. აი ამ მსახურებას მარტო ვასრულებ. უთხარიო, რომ მოვიდესო და შემეწიესო, მომეხმაროს. და მაცხოვარმა უთხრა, მართა, მართა, ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის, ანუ ბევრ რამეზე წუხ ხარ. აქ კი ერთი რამ არ სახმარო, ერთიაო ყველაზე საჭირო. და მარიამმა კეთილი ნაწილი გამოირჩია. ანუ იმ ორიდან უმჯობესი მარიამმა გამოირჩია. ეხლა რა იყო უმჯობესი? ის კი არა რომ შენ იფუსფუსო და დახვდე. მაცხოვარი მათთან ამისთვის კი არ მივიდა საჭმელად და სასმელად კი არა. იმისთვის მივიდა რომ პირიქით აქეთ გამოეკვება სულიერად და არა მარტო სულიერად. და მარიამაო სწორი ნაწილი გამოირჩიაო, სწორი არჩევანი გააკეთაო. რომელია სწორი არჩევანი? რომ მოვიდა და ჩემს ფეხებთან მოკალათ და რომ მომისმენს. ბოლოს წერია, რომელი არასადა მიეღოს მისგან, რომელიც არ წაერთმევა მას, მუდამ ექნება. შემდეგ ამ სახარებასვე არის მიბმული, ესე იგი, როდესაც მაცხოვარს ეუბნებიან, ნეტარიაო ის მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ და ის ძუძუნი, რომელსაც შენ სწოდიოდა. მაცხოვარმა უთხრა, არამედ ნეტარ არიანო, რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა და დაიმარხონ იგი, ვინც მოისმენს ღვთის სიტყვას და მას გულში დაიმარხავს, ის თავის ცხოვრებაში დაიმარხავს, ანუ განახორციელებს, აი ამ ღვთის სიტყვის მიხედვით იცხოვრებს, ესე იგი. მორჩილი იქნება ღვთის სიტყვისა. როგორ ამბობს წინასწარმეტყველი, რომ უფალი ამბობს წინასწარმეტყველის პირით, ვისზე მოვიხილავ, ანუ ვის შევხედავ მოწყალების თვალით, ესე რომ ვთქვა, ვის მივფენ მადლს, ამდაბალს და მორჩილს და ჩემი სიტყვების მოშიშს. ვისაც ღვთის სიტყვების შიში აქვს, რომ აი ღვთის სიტყვის მიხედვით კეთილსინდისიერად აღასრულოს რაღაცა და მარიამი სწორედ ამიტომ დაჭ და აქ არის მსახურების ორი მხარე. ერთი სულიერი და მეორე ხორციელი. მაცხოვარმა კი არ თქვა, რომ ეგ ხორციელი შრომა არ ვარგავ, მაგრამ ის უკეთესიაო, მარიამმა უკეთესი ნაწილი გამოირჩია. თორე არ უთქვამს, რომ შრომა არ ვარგა, ხორციელი შრომა არ ვარგა, მაგრამ ის სულიერი ღვთის სიტყვის მოსმენა, მისი აღსრულება ეს მეტიაო, მაცხოვარმა ეს უთხრა. მე გაგახსენებთ, ესე იგი ადრე ჩვენ რამდენჯერმე მოვუყევით ეს ამბავი. პატარა ვიყავი სხვათა შორის,
ეს ამბავი ერთხელ მაქვს სულ მოსმენილი, მაგრამ იმდენად ჩამებეჭდა გულში, რომ არ ვიცი, წერეთში რომ მივდიოდით ხოლმე იქ დედაჩემის სოფელი ერედია, იქ სასულიერო პირები ამოდიოდნენ ხოლმე ნიქოზიდან და მეუფე ისაია მოგზანდებოდა, ერთ-ერთი მამა გიორგი იყო ხოლმე. და მან მოყვა ასეთი ამბავი, რომ ერთი ოჯახი იყო მოკლედ და ღარიბები იყვნენ და მარტო ხორციელად კი არ იყვნენ ღარიბები, სულიერადაც ღარიბები იყვნენ, რომ სულ ჩხუბობდნენ ერთმანეთში. თორე ხო არის ოჯახები, შეიძლება მატერიალურად უჭირთ, მაგრამ ისე შეხმატკივრებულები არიან, რომ აი მართლა სამოთხეა, იქ მოგინდება ყოფნა, იქიდან წამოსვლა აღარ გინდა. მაგრამ შეიძლება სადღაც მიხვიდე სასახლეა, ყველაფერი აქვს, მაგრამ აი არ ვიცი, ალბათ შეიძლება თქვენ ერთი სული მაქვს ხოლმე იქიდან წამოვიდე, აი რაღაცნაირი ისეთი გარემოა, განწყობა, ეხან მიფიქრია ხოლმე, ნეტა მალე წავიდე აქედან. და შინაგანი ალბათ ადამიანების მდგომარეობაა ძალიან მნიშვნელოვანი. ესეთი ოჯახი იყო, ღარიბები იყვნენ და მივიდა მათთან ერთი მოხუცი კაცი და ან ბერი, ან მოხუცი კაცი ხო გეუბნებით, ერთხელ მოვისმინე და აღარ მახსოვს. ისე რომ ნახავ მამა გიორგის უნდა ვკითხო, ახლა უნდა მოვაყო. ხო. მოვიდა და ამ რო საუბრობდნენ რაღაცა დამშვიდობებისას, ამ ბერი კაცმა უთხრა, რომ თქვენს ოჯახშიო დიდი სიმდიდრეა. და ეხლა რომ არა ამ მოხუცის კაცის სერიოზულად ნათქვამი, ისინი ნამდვილად ხუმრობად ჩათვლენ, იმიტომ რა სიმდიდრე ეხლა არაფერი არ არის. მაგრამ დაიჯერეს, თავი ეგაა რომ დაიჯერეს. რომ წავიდა ეს კაცი, ეხლა ეს ცოლ-ქმარი ერთად ვერ ეძებდნენ, იმიტომ რომ უჩხუბობდნენ და რაღა ამას გააკეთებდნენ ერთად. და ცალ-ცალკე ეძებენ, ერთი მეზობელთან არის, მეორე მაშინ ეძებს, მეორე სამსახურშია, პირველი მაშინ ეძებს. ერთჩვენიერ დღესაც დაბრუნდა ეს კაცი სახლში, სამსახურიდან და ის დრო არის უკვე, რომ უკვე ბრძოლა იწყება. გადატენილი აქვს იარაღები და ბრძოლა უნდა დაიწყოს, მაგრამ აღარ იწყება ეს ბრძოლა. ეს კაცი რაღაცას ეუბნება, ქალი აღარ ახვევა. და ესე. ბოლოს უთხრა, რომ შენო რანაირად ლაპარაკობ, ის სიმდიდრე ხო არ გიპოვია, ანუ შეატყო, რომ ის ჩვეულებრივად აღარ ხდება, რაღაც სხვანაირად. და თურმე რა ყოფილა, თაროზე უპოვია ამ ალბათონს სახარება. შეიძლება კარგა ხნის დადებული იყო, როგორც ჩვენ სახლებში ამ მტვერი იმ ხელაზე ედო, რომ შეიძლება აღარ ჩანდა ეხლა. ხო არის რო წლის და ამ ბევრი მტვერი რო დაედო, მე შეიძლება აღარ გაარჩიო რა წერილი. ალბათ ესე იყო და ჩამოიღო გადაწმინდა ეს წაიკითხა თურმე რაღაცა დაფიქრდა ჭუაში დაუჯდა. მე ამ წიგს ერთად კითხულობდნენ ისინი, ერთად განიხილავდნენ და ის ოჯახი მატერიალურად ღარიბი დარჩა, მაგრამ ესე იგი იქიდან ჩხუბის ხმა აღარ გამოსულა. აქ ახლა სოფელში რომ მოვდივართ ხოლმე, ერთ-ერთ მრევლის წევს არის, შეიძლება აქაც არის ვისაც უთქვამს. ვისთვისაც უთქვამთ მეზობლებს, რა გინდაო, რას დადიხარი ხო, მგდელი ახლა პულს გაჭმევს, დადიხარი იმ ტაძარში. თუ საჭიროა პულსაც გაჭმევს, მაგრამ ღმერთი იმაზე მეც მოგცემს, ვიდრე პურის ჭამა. შეიძლება პური კი არა, ხორცით სავსე ქვაბებს უსხმენ ხალხი, მაგრამ იქ ჭხუბის მეტი არაფერი არ იყოს. მაგრამ შეიძლება ის ლუკმა პური იყოს და იქ სიმშვიდე და სიყვარული იყოს და აი სწორედ ღვთის სიტყვა ამას ანიჭებს ადამიანს. ეგ არის ყველაზე მთავარი, თორე ის კი არა, რომ რას შეჭამ, რას ჩაიცნო, სად იცხოვრებ. არამედ ის, სადაც იცხოვრებ, რასაც შეჭამ და როგორც ჩაიცამ, ის გახარებდეს, ის მითი მადლიერი იყო, ბედნიერი იყო, ადამიანით იყო ბედნიერი, იმ ურთიერთობებით, იმ უბრალო, გულწრფელი, სიყვარულით სავსე ურთიერთობებით იყო ბედნიერი და ღვთის სიტყვა ამას ანიჭებს ადამიანს. ღვთის სიტყვას შეუძლია მოალბოს ადამიანის გული და ერთმანეთის მიმართ მოსიყვარულე გახადოს. იმ ცოტ-ცოტაობით, რასაც ადამიანი ყოველდღიურად წაიკითხავს, მისი გული შეიცვლება. იმიტომ რომ ეხლა წყალი ძალიან სუსტია, ხო, წყლის წვეთი ქვასთან შედარებით, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი გულიც ესეა, ქვასავით არის, მაგრამ ღვთის სიტყვა არ არის ქვასავით. ღვთის სიტყვა, ესე იგი, არ შეაწუხებს ადამიანს, მაგრამ ღვთის სიტყვა ძალიან ბასრია. და ის წყალი რო წვეთავს ქვას,
დროთა განმავლობაში ის ქვა იხვრიტება. ერთი წეთი რო დასდის, ოღონ მუდმივად რომ დასდის, წელიწადში თუ ერთ წუთს ჩამოაგდეთ, ეგრე არაფერიც არ მოხდება. იმიტომაც არის წელიწადში ერთხელ ვეზიარებით და ჩვენში არაფერი არ იცვლება. ხშირად რო აკეთებს ადამიანი, მისი გული იცვლება. და როდესაც ადამიანი ღვთის სიტყვის მორჩილებას სწავლობს, მისი ცხოვრების წესი სულ სხვაგვარი ხდება. აი, კიდევ ერთ ამბავს მოვაყოლებ, რომ ასე იგი ორი ოჯახი რო იყო, ხო გახსოვთ, ერთში რო სულ ჩხუბობდნენ, მეორეში რო სულ მშვიდობა იყო. აი, იქაც სწორედ ღვთის სიტყვა მოიტანა ეგ მდგომარეობა. ერთში სულ ჩხუბობენ და ეთქვის ეს ქალი, რომ აბა შედი მეზობელი, ნახე რატო ცხოვრობს, როგორ ცხოვრობს ესე მშვიდად. შევიდა და რას ხედავს? ჩუმად შევიდა, ისე რომ ისინი ვერ ხედავდნენ. თორე ეგრე სხვის დასანახად სტუმარი რომ მოდის, შეიძლება ისე ლამაზად გააკეთო ყველაფერო, ისეთი იდილია ოჯახში, მაგრამ სტუმარი წავა თუ არა, იწყება მთელი ამბები და ეგ არ ვარ. თეატრი ხო არ არის. შევიდა და ხედავს, რომ ეს ქალი რაღაც ძვირფას ჭურჭელს წმენს, ტელეფონი დარეკავს, დადებს მაგიდის კიდეზე ისე რომ სადაცაა შეიძლება გადმოვარდეს. ამ დროს ქმარი შემოდის და ხედავს, რომ ქალი ტელეფონზე ლაპარაკობს, თვითონ რაღაცა უძრაში გამოაღებს რაღაცას, ნახულობს, მხარს გაკრავს, გადმოვარდება ეს ვაზა და ეს შეპარული კაცი ფიქრობს, რომ აქ ომი ატყდება. მაგრამ ომი არ ატყდა. ქალმა უთხრა, რომ ბოდიშიო, საყვარელო, ეს ვერ დავდე ეს ვაზაო, ნორმალურად ტელეფონმა დაარეკაო და რაღაცა ესე ვერ მივაქცია ყურადღება, ხო შეიძლება ვინც ის რას არსელოდება, როგორ დაძაბული ადამიანი. არა, შენი რა ბრალია, მე ვერ დავინახეო და ხარი გავკარიო და მოკლედ ჩვენი ჭირით წაუღიაო რა. და შევიდა ეხლა ეს კაცი სახშიდან. რაკენიო, აბა გაიგეო, რითი შეუძლიათ ესე მშვიდათი ცხოვრონ და კიო გავიგეო და როგორ და იმ ოჯახშიო ყველა მტყუანიაო და იმიტომ შეუძლიათ ეგრე მშვიდათი ცხოვრობდნენ. ჩვენ ყველა მართალი ვართ. ჩვენ ოჯახში ყველა მართალია და იმიტომაც მშვიდობა არ აგვაქვს. და ღვთის სიტყვა სწორედ მაგას გასწავლის, რომ შენ ჩაიხედო შენს გულში და აღმოაჩინო, რომ შენ იყავი დამნაშავე. ეხლა მეორე მხრივ რომ მივდგე, ეგ რომ მეორე ოჯახში მოხდარიყო, ხო წარმოგიდგენიათ როგორ იქნებოდა. ვინ გაიმტყუნებდა თავს? ეს ეთყოდა რანაირად დაგიდიან ეს ჭურჭელი და ის მეორე ეთყოდა, რომ თვალები სადაც ქონდა გაგეხედა, ხო ხედავდი რომ ვერიდო კარგად და ცოტა მორიდებოდი. იქ ჭუბი მოხდებოდა ისე. აქ ყველამ თავის თავი დაიდანაშაულა და ღვთის სიტყვის მორცილებამ მას სწორედ სიმდაბლე ასწავლა. ერთი ესეთი შემთხვევა იყო, რადგან მორცილებაზე ვსაუბრობ. ერთი მდიდარი ჭაბუკი იყო და მოკლედ მიატოვა საერო ცხოვრება, მონასტერში წავიდა და წინამძღვრისგან მიიღო. თან განათლებული კაცი იყო, ეხლა ძველად წერა-კითხვა ყველამ ხო არ იცოდა, ეს დღეს არის რომ ყველა შეუძლია. დაადგინეს მორჩილება მისცეს ასეთი მონასტერში, რომ გადამწერი უნდა ყოფილიყო, ძველად ხო არ იყო ქსეროქსი, პრინტერი და სხვა ამგვარი. ხელით წერდნენ წიგნებს და ეს არის მართლაც შედევრებია ესენი, აი რამხელა მოფერება, რამხელა სიყვარული, ამდენი შრომაა ჩადებული ერთი წიგნი რომ შექმნილიყო. აბა წარმოიდგინე, ჯერანაირი კალამი ჰქონდათ, მერანაირი ფურცელი არ ჰქონდათ, ტყავი პერგამენტები იყო რა. და ეს გადამწერად მასშტაბა მოკლედ გადამწერის მორჩილება აქვს და ეხლა ძალიან უყვარს ამ წინამძღვარს ეს ახალგაზრდა კაცი და სხვა ბერებს როგორც ჩანს შინაგანად ბრძოლა აქვს, რომ რატო უყვარს ეს ჩვენზე მეტად. ამ დროს მოვიდნენ მონასტერში სხვა ბერები და რო გაიგეს რომ ესეთ სიტუაცია, ითქეს რომ რა არის მიზეზი ამ ყველაფრისა, რომ ის ყველაზე მეტად რატო გიყვარს, ძალიან მოკლედ ყვება. აიო წამოდითო და გაჩვენებთო რა არის მიზეზი. და მივიდა ერთ-ერთ სენაკთან, ერთ-ერთ კელიასთან, კელი არის, სენაკი არის, ეს ბერები სადაც ცხოვრობენ, პატარა ოთახი, სადაც მაგიდა, საწერი მაგიდა, პატარა ოწყობილი საწოლია, რაღაც. ძმაო მჭირდებიო, გამოდიო, დაუკაკუნე ერთს. და მან უთხრა, რომ ეხლავე მამაო, აი როდესაც ჩავამთავრებო და გამოვა.
მეორე სცენაკთან მივიდა დაუკაკუნა ის სკნის ქსოვდა და უთხრა რაი ამ ბურთულასაც ეხლა მორჩები და გამოვალო და მესამე სცენაკთან მივიდა იმ გადამწერი სცენაკთან და როდესაც დაუძახა ძმაო მჭირდები ვეღარც დაასრულა რომ გაიღო კარი და გამოვიდა ეს და შემდეგში შევიდნენ აი ამ გადამწერის სცენაკში და რას ხედავ ხო წერს და არამც თუ წინადადებოდა სიტყვა ასო არ აქვს დამთავრებული აი ასო დაიწყო და შუაში რომ გაჩერდა არ აქვს დამთავრებული გაიგონა თუ არა წინამძღვრის დააგდო და გამოვიდა და აი ამიტომ მიყვარს უთხრა იმბერებს აი ამ მორჩილების გამო მიყვარსო და იმბერებმა თქვეს ერთ-ერთმა ჩვენც ამიტომ გვიყვარსო და სხვა თქვა კიდე რა ღმერთსაც ამიტომ უყვარსო ეგეთი უყვარსო ღმერთს აი მისი სიტყვის მორჩილი უყვარს ის კი არა კაცი თავის ჭკუაზე რო აკეთებს მე ესე მგონია მე ისე მგონია არამედ როგორც ღვთის სიტყვა გეუბნება ისა უნდა გააკეთო და თუ ვერ აკეთებ თავი კი არ უნდა იმართო არამედ უნდა შეინანო იმიტომ რომ სინდისთან ჭიდაობა არ გამოვა ადამიანს უნდა შეინანო უნდა თქვა რომ მე ვარ დამნაშავე აი სიტყვაზე ამბობ 5 თვე არ ამბობს ადამიანი აღსარებას და ისევ ის არის მართალი ამიტომ და მართალია ხა ოქი მაგრამ მართალია ღვთის წინაშე რო თქვა ვინ არის მართალი 1000 რაღაცას მოიმიზეს მეზობელებთან ურთიერთობაში ყველა მეზობელი მართალი ვანი არავინ არ არის სიტყვაზე თანამშრომლები იქნება სამსახური იქნება თუ ის იქნება ყველა არის ყველგან მართალი იშვიათად თუ ვიღაცა ვანი აღმოჩნდება ხოლმე ისიც როცა კუთხეში მიაყენებენ და უბრალოდ სხვა გზა არ აქვს და ო ეგრეა მე დავაშა აი თვითონ რო თქვას კაცმა ეგ არის მისი რისი და მანდ არის მისი სულის მშვიდობაც და მშვიდობაც ურთიერთობებში ჩვენ ყველას გვინდა რომ აი სიმშვიდე მინდა დავიღალე ამიტომ და რა სადმე რო წახვიდე ის შენი გული იქ არ გამოყვება ის შენი სული იქ არ გამოყვება და წახვალ და იქაც იგივე დაგხვდება იმიტომ რომ პრობლემა ჩვენში პრობლემა არის ჩვენში თუ ადამიანს უნდა რომ მოსვენებული იყოს უფალმა ეს გითხრა რომ მოდით ჩემთან ყოველი მაშვალი და ტვირთმძიმე აიღეთ ჩემი უღელი იტვირთეთ და ჩემგან ისწავლეთ რომ შვიდი ვარ და დაბალ გულით და იპოვეთ თქვენი სულის განსვენებას აი ძალიან მარტივად უფლისაგან ეს ისწავლეთო რომ სიმშვიდე და სიმდაბლე ის კი არა რომ მე ვიღაცაზე უკეთესი მეგონოს თავი შევიქმნა წარმოდგენა რომ აჰა რადგან მე ერთ როცას არ ტოვებ მარხულობ რაღაცა ეს ახარებას კითხულობ თუ ვეზიარები თუ სხვა ამგვარი აჰა ახლა მე რაღაცას გადავხედო ზემოდან აი რა კარგია კარგი არის ღმერთი და თუ ვინმეში რაიმე სიკეთეა ყველაფერი ისგან ხორციელი გაგებით ამ სამყაროში მანათობელი არის მზე და მთვარეა თუ ვარსკვლავია თუ ყველაფერი მისგან იღებს ამ სინათლეს თავისთავად არც ვარსკვლავს არ აქვს არც მთვარეს ადამიანიც ესეა სიკეთის წყარო არის ღმერთი და თუ ჩვენს თავში რაიმე სიკეთეს ხედავთ მხოლოდ და მხოლოდ მადლობა უნდა მიუძღვნათ ღმერთს და ამითი თავი არ უნდა ავიმაგოთ თორემ ჩადგება ჩვენი ცოდვა ანუ ჩვენი ამპარტავნება სიამაყე ჩვენსა და ღმერთს შორის და მზესა და ვარსკვლავს შორის რამე ჩადგეს ვარსკვლავი გაანათებს ვერაფერსაც აღარ გაანათებს და ადამიანიც ეგრე ჩაქრება სიკეთე წაერთმევა და უამრავ ცოდვაში ჩავარდება და აღმოაჩენს რომ აი თურმე რა ყოფილა მაგრამ სანამ ეგ მოხდება უნდა ადამიანმა თავი დაიმდაბლოს რას ნიშნავს რეალურად შეხედოს თავის თავს აი ვინა ვარ მე წინდა მამები ამბობენ ჩემში თუ რამე სიკეთეა ღვთისგან არის ჩემი მარტო არის ცოდვები მინდა პაისი ათონელი რომ ამბობს ჩვენი მარტო ის არის რაც ცხვირიდან ჩამოგდის დანარჩენი სიკეთე არის ღვთისა ადამიანი რომ მაგას გააცნობიერებს ის რეალურად შეხედავს თავის თავს და არავის უკეთესი არ ეგონება თავი
იმიტომ რომ მან იცის რომ რა ძალაც ღმერთმა მე მომცა ეს რომ სხვისთვის მიეცა იქნებ მას უკეთესად გამოეყენებინა ეს რა ვიცი ან რომ მე მის მდგომარეობაში აღმოჩნდა იქნებ მე უარესი ცოდვები ჩავიდნენ ეგეც არ ვიცი ამიტომ თუ არ იცი ადამიანმა უნდა გაჩვენდა უნდა თავი დაინდაბლო და ამით შენ თავს დაიცავ დაცემისაგან იმიტომ რომ ამ პარტავანთა შემოსრავს ღმერთი ხოლო დაბალთა მოსწის მადლიო წმინდა მამა ამბობს რომ ყოველ დაცემასო წინ ამ პარტავნება უძღვის წმინდა იოანეს ინელიასი ამბობს დაცემას წინ ამ პარტავნება უძღვის სადაც დაცემა ყოფილა წინ უეჭველად ამ პარტავნება ყოფილა იმითი დაცემული თორე თამდაბალი ადამიანი დაფარული ღვთის მადლი იფარავს თამდაბალ ადამიანს თავის მორჩილს და მისი სიტყვების მოშის თავად უფალი იფარავს და ვინ არის რა ძალა იმის შემძლებელი რომ უფლის ძალას წინ აღუდგეს ვერაფერი მთელი ჯოჯოხეთიც რომ შენ წინ აღდგეს თუ შენ ღმერთი გიფარავს შენ ვერავინ ვერ გამოგიტაცებს ღვთის ხელიდან ესეც მისი სიტყვებია სახარებიდან ამიტომ აი ჩვენ ვეცადოთ რომ იგი ღმერთს მივეკრათ ღმერთს მივენდოთ და არა საკუთარ თავს საკუთარ מחვილ გონიერებას თუ ძლიერებას თუ ამას თუ იმას რა ვიცი 1000 რამეს ღმერთი შეგვეციოს აბა ღმერთმა დალოცულიდან გახარებულები გამყოფოთ ჩვენ ესე იგი დიდ შაბათს გვექნება აქ წირვა თუ შვიდობა იქნა ესე იგი დიდ შაბათს 2 კვირის შემდეგ დილით ჩვეულებისა 9-ის ნახევარზე დავიწყოთ მსახურება ჩვენთან არის ღმერთი